რა მოიტანე? ესე იგი, არ ველოდებოდი. ხო, აი ესეთი ჯილდო მიიქცე. კი, როგორც მეწარმეს, ერთ ფილმში ხომ მივიღე მონაწილეობა და მაგის ფილმის პრემიერა არის ეხლა ოქტომბერში. ხო, მაგრამ ეს ხო ვენეციის ჯილდოა. კი, ვენეციის ჯილდოა. არც ველოდებოდი. იმდენად ვარ ჩართული ზოგადად იტალიურ ამბებში ეხლა ჩემი კომპანია ფილმის ნაწილში რა თქმა უნდა და ამის გარდა ოქტომბერში პრემიერა არის ამ ფილმის. ეს იყო ფილმი, რომელიც 10 წუთიანი როლი მაქვს რაღაც მეაორე თუ მეათე ხარისხოვანი. არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი კი საუბრობ ცოტას, მაგრამ ძალიან მოეწონათ ჩემი ისე ვთქვათ ის გოგო და ისეთი ემოციით და ამის გარდა სულ ვარ ხოლმე ხა მოდის კვირაობის სპონსორი ვიყავი. სპონსორზე გამახსენდა ჩემი მეგობარი ალუბლით კოკაკოლა გაგისინჯავთ. არა. ერთი წამოითავა. ეს ახალია ალბათ. აბა ნახე. ამბობ რა ხომ ძალიან გადაშობული ხარ იტალიაში? კი. ანუ შარშან ზუსტად ამ დროს ჩავწერეთ მე და შენ. მართლა ერთი წელი გავიდა? კი, მახსოვს. თამო მართლა ერთი შენ ხონია შენ ცხოვრებაში და რაღაცნაირად დაცდილი. ბედნიერი ფეხი, ხელის ყველაფერი. რაღაცა დავცადეთ, რომ რაღაცა ყოველთვის მოყვა, თან წამომსდა რაღაცა შემთხვევით და ასრულდა. ისე მოხდა, რომ აი ძალიან შემთხვევით მოვხვდი შარშანა ვენეციის ფესტივალზე, ძალიან დიდი ხანი ხო წვალობდი, რომ არა მარტო ვენეციის ფესტივალზე, უბრალოდ რომ მოდის კვირაულზე დავსწრებოდი და უკვე ადამიანებმა შემამჩნიეს, მოვეწონე, მოუნდათ ჩემთან მუშაობა, შემომთავაზეს, რომ ჩემი მენეჯერი ყოფილიყო და ჩემი კომპანიაში დაინახეს ის რესურსი, რაც აქვს თამოსკინს და რა ძალიან გამიხარდა, რომ რაღაც უცხო ქვეყანაში საერთოდ ანუ რაში გამოიხატება, რომ დაინახეს რითი გრძნობა მას? არ მინდა ჩემ თავზე ვისაუბრო, ჯობია თუ გვექნება შანსი, რომ შენ არ მოგიტყარა, შენ თავზე ისაუბრო. მე მოქვს ასეთი ჩვევა, რომ თუ რაღაცას ვაკეთებ, ხო? ანუ სულ პატარა რაღაც რო გავაკეთო, ძალიან ხარისხენად ვაკეთებ. თავი მთელი გუნდით, მეიქაპით, მენეჯერით, ფოტოგრაფით, ვიდეოგრაფით, ანუ ყველაფრით და პლუს უყურე მე რამდენს მუშაობს, რა დროს და დროზე გავუკეთე და თან ჩემ ბრენდზე როგორ ზრუნავ და პლუს ძალიან ბევრ ადამიანს მომეწონე როგორც გარეგნულად და ასე ვთქვათ, როგორც თამოვაშალომდე ცალკე აღებული პერსონა და არა თამოსკინი. თან ანუ არ მცხვენია, სადაც ვარ ხოლმე და არ ვარ მიწვეული, ყველგან ყოველთვის თამოსკინით მივდივარ. მე ზოგადად ბლაში არ მიყვარდა. მე თურმე მყარებია. და ყველა ოთხივე ფერი ავიღე, ის ფერები, რაც მაგალითად განსხვავებული იყო ერთმანეთისგან რა და თან უნდა ყოფილიყო თვალისთვისაც, უჩისთვისაც და თან ძალიან პიგმენტურია და ძალიან კარგად ჯდება. მიუხედავად სიცხესა და რაღაცა ინარჩუნებს ძალიან კაია და ის ჩასადები ძალიან ლამაზია. კი, ეს იყო ლიმიტირებული შეფუთვები. ანუ აღარ იქნება? აღარ იქნება. შეიძლებოდა კიდე გამეკეთებინა, მაგრამ ყიც მაინც ცოტა რო არის ხალხს მოსწონს ასე თან რაღაც გამორჩეულად ცდილობენ რომ ყველას კონდეს. ისიც არ გავაკეთე რომ რაღაც ძალიან ცოტა ყოფილიყო ლიმიტირებული, რომ მინდოდა რომ მაინც ყველა შეეძინათ. ემიგრანტები ბევრია მყავს, ასევე იტალიაშიც წავიღე რა თქმა უნდა. ეხლა ვენეციის ფესტივალზე ჩემი სტენდი იყო თამოსკინის და რა ქონდა მთავარი წარდგენილი? ყველაფერი, ანუ ესე არ მაქვს ხოლმე, თქო, ანუ ახალი პროდუქტი რაც მაქვს, ეს არის ფლაშები და ნიაცინამიდი. სკინქეარში ძალიან კაი რაღაცები ველოდებათ, არ მინდა ვთქვა, მაგრამ აი სასწაული რაღაცეები, ასევე კოსმეტიკშიც და რაც მთავარი არის, ხო, ქვეყნების წარმომადგენლები გავიცანი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი კომპანიისთვის. ახალი კარები გაგეღო? ცოტათი ადრე მომიწია ჩასვლა და წვიმიანი დღეები დაემთხვა ვენეციაში და რადგანაც უნდა გამოსულიყავი ხალიჩაზე, გადაიდო და ცოტა ვინერვიულე, იმიტომ რომ დაგეგმილი მქონდა სხვანაირად ეს დღეები. არ მიყვარს როცა დღე ვისვენებ, ანუ არ შემიძლია, როცა მიღვიწებ და არ მაქვს საქმე, მაგრამ მაინც გამოვნახე. ახალი გამოცდილება იყო, შარშან უბრალოდ ვიყავი და არ ვიცოდი და რაღაცნაირად ახალი წარდგენა იყო ჩემი კომპანიის. აი ამ წელს უკვე დაგეგმილად ჩემი კუთხე მქონდა, ხალხი გავიცანი, პლუს ლონდონიდან, რაც შემთხვევით ძალიან კარგია. ალბათ პროდუქტსაც უფრო მეტად წარადგენდი. კი, რა თქმა უნდა, უკვე თავისუფლად ვიყავი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ვენეციის ერთ-ერთი სპონსორი ვიყავი და მთლიანი დღე მქონდა თამოსკინს საცნობი შესაძლებლობებია. კი, ძალიან მნიშვნელოვანი. სასწაული წელი ქონდა, ხო, ერთი ვენეციაში, მერე ფილმში, მერე ისევ აქ კიდევ ვენეციას წახვედი, შემდეგ ეხლა ისევ იტალიაში უნდა წახვიდე, იმიტომ რომ მაღაზია უნდა გახსნა. ამ თვეში ისევ მილანის მოდის კვირეული სპონსორი ვარ. და უკვე თან რემონტი მაქვს და უნდა ვნახო ადგილზე მაღაზია. ეს იქნება ცალკე შენი მაღაზია თუ სადმოყუთ?
აღებული არა სტენდი არა მაღაზია იქნება თვითონ. ანუ ეს რაღაცნაირად არ გონია რომ ძალიან ამბიციური განაცხადია ოღონდ. იცი, გითხრათ სიმართლე, მე მინდოდა სტენდი ვიცი და ჩემო მენეჯერმა მითხრა რომ თამოსკენ იმსახურებს რომ გაახსნა იყოს წითელი ხალიჩით და მაღაზია ქონდეს. ცოტათი მოშორებით თავად ცენტრალური ადგილიდან, მაგრამ ლამაზი პლუს ქართველი თანამშრომელი მეყოლება. ემიგრაციაში წასული. თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მიყვარს ქართველი ემიგრანტები და ჩემთვის საერთოდ უნდა გაიხსნას მაღაზია იქნება თუ სტენდი იქნება ყოველთვის. იქნება ემიგრანტი, ეჭვიც არ მეყარებ. სულ ვცდილობ რომ ქართველებთან მქონდეს ურთიერთობა. ძალიან მაგარია, მაგრამ იცი რა არის? ანუ ეს თვითონ რჩენა ამისი ძვირი არ დაგიჭდება? თუ გვინდა რომ კარგად და ხარისხიანად გავაკეთოთ იტალია რა და მილანია ნუ ხო მაგრამ რადგან თვითონ შემომთავაზეს თვითონ პიარის მხრივ მარკეტინგის მხრივ რა გეგმებიც აქვს ჩემს მენეჯერს რომ სტუმრები და ასე შემდეგ ხო იქ სხვანაირად ხდება აქ ახლა უფრო ინტერნეტი ურცი არის იქ უფრო ტელევიზია მითხარი მე მახსოვს მიყვებოდი შენ სხვა შევსეგ და მომახსოვდა ვიდრე TikTok-ი და Instagram-ი უფრო სხვანაირ სახელს არქმევენ უკვე ხო ხა ეს თან სატესტო იმთვასაც ნახავ ევროპაში როგორ იმუშავებს რა თქმა უნდა კონტრაქტი გვაქვს ესეთი 6 თვიანი და მე რისკიანი ვარ მე ვარ ძალიან რისკიანი თუ არ ვნახავ ხო ანუ ვერ შემიძლია ეხმე ვნახო და თუ ვერ გამოვიდა დაიხუროს ხო რაღაც მგონია რომ ყველაფერს გავაკეთებ რომ გამოვიდეს დარწმუნებული ვარ ხალხნო მე ვუყურე ამას თამო ვარშალომიძემ ინგლისური არ იცის კარგად ამას ხო იმიტომ ვამბობ რომ თვითონ ამბობს და ამას იმიტომ გავუსვა ხაზი ყველაფერს აგებინებდა ფრანგ მენეჯერს საფრანგეთში ქარხანაში რომელმაც ასევე საშუალოდ იცოდა ინგლისური ყველაფერი გააგებინა ხო ეს არ ვიცი რა ენაზე ხდებოდა ანუ ყველაფერს ვხსნე მაშინ თქვა რომ შენ თქო ყველაფერს მიაღწევ თქვა აი დარწმუნებული ვარ თქვა რა ეხლა ვსწავლობ სხვადასხვა ამ წელს კარგი შედეგი დავდე ცოტათი კარგი შედეგი ვნახე დავდე უფრო რაღაც სიტყვები კარგად გამოვკვეთე და აღარ მქონდა რაღაც ფიქრობდი ხოლმე რა ანუ ამ სწორად ვიძახი რაღაც და უკვე ფიქრის გარდა თან იმ დროს როდესაც ფრანგს ელაპარაკებოდა რაღაც ინგლისს რაღაც ცოტა მოუხერხებელი ინგლისურით მისი მხრიდანაც ამ დროს ხელში ეჭირა სცენარი იტალიური ფილმის და იტალიურ სცენარს კითხულობდა მე ვფიქრობ რომ ყველა გოგო ესეთი უნდა იყოს მე არ ვფიქრობ რომ დასამალი არის ხო ანუ მე კიდე მინდა ხაზი გაუსვა, როდესაც ეხლა დაიდო ვიდეოები გაკეთებული ვარ, გაკეთებული. აი გაკეთებული რას პასუხობ დამაწია მე ვერ უყურებ ამ ეგეთ ყვითელ ვიდეოებს რომ გაკეთებულია თამო. ანუ კი ვარ. 21 საუკუნეში როდესაც კბილს ვიკეთებთ თმებს ვიჭრით, არ ვიცი. რა პრობლემაა, რომ მე შევიცვალო მაგალითად სიტყვაზე ცხვირის ფორმა, ან ტუჩის ფორმა, სტანდარტს ამკვიდრებენ, რომ ეს არ შეიძლება. აი ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი ლამაზი რომ დაუბადებულიყო, მაგრამ კეხიანი ცხვირი დავიბადე და რაღაცები არ კეხიანი ცხვირი ძველ გოგოს ძალიან უხდება სხვათაშორ. მე ჩემი მქონდა. შენ არ მქონდა. თამოს მქონდა, რომ აი არ მომწონდა აი ამ პროფილით, ახლა ვერ დავუხდები. ანუ მართლა მაინტერესებს ნატურალურობას როცა გთხოვენ, ანუ რა ქნან ქალებმა თმა არ მოიშორონ სხეულიდან და ნატურალიზმი ბოლომდე მივაწვე. მე არ მალა, ვიცი რა არის, ხო შეიძლება დამაგვადა. არ მალა, მკერდი იქნება, ცხვირი იქნება, ტუჩი, იმიტომ რომ მინდა რომ ხარისხი იცოდნენ, რომ სადმე არ მივიდნენ და ცუდად არ გაუკეთონ. მას კი არ ვაკრიტიკებ ვინც მალავს, მაგრამ მე არ მალავ, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ძალიან დიდი აუდიტორია მყავს, ბევრი გამომწერი ქალი მყავს, ჩემი გამომწერი 93% ქალია და ვფიქრობ რომ ჩემ ხედან ძალიან კარგი ჟესტია. 15 ყველა აბსოლუტურად და ყველა იმას აკვირდებია და მნიშვნელოვანია სწორი ის ფილერიც ვიცოდეთ და მკერდიც რომ სწორად ისთან გაიგეთ. თამო როგორ ახერხებ ამ ყველაფრის პარალელურად პირადი ცხოვრების შეთავსებას? ბავშვებთან ვცდილობ, ეხლა მაგალითად ცოტა ვინერვიულ, იმიტომ რომ სოფია მივიდა მეორე კლასში და აქ არ ვიყავი და რაღაცნაირად ძალიან განვიცადე, ისე მოხდა რომ ხო, რო არ მიყავი პირველად მესმის. ხო, არა და სულ არ ჩართული ბავშვებთან, ვცდილობ ხოლმე რომ გამოვნახო ყველანაირად, რომ ის 1 საათი იქნება თუ რაღაცა, რომ აი მაქსიმალურად ვიყო ბავშვებთან, იმიტომ რომ ძალიან რთული წელი მქონდა, ანუ ყველანაირ რთული წელი მქონდა. საგიზეთი მქონდა, ჩვენ თვალწინ ხდებოდა ყველა. და მგონია რომ რაღაცას ვაკლებ. ანუ კი ვიცი რომ სხვა ქალებიც მუშაობენ დილიდან საღამომდე, მაგრამ შინაგანი პროტესტი მაქვს. ხო, მისმის შენ ეგ გაქვს რა. ქალური დედური და მინდა რომ ვიყო კარგი დედა, ვცდილობ და არ ვიცი, იმედია დიდი რომ გაიზრდებიან. ძალიან არ გამაკრიტიკებენ, რომ თუ მოვაკეთე. რატო გამოტოვე მეუღლე საუბარში? და რატომ გააკეთე პაუზა და რატომ მოხრავ? ერთო არ ვიცი, სხვადასხვა ამ თემაზე ძალიან რთულია ჩემთვის საუბარი. მე დავიფიცე სხვადასხვა ვერსაჩის ჩვენების შემდეგ აღარ ვიტირებ თქო და
არ ვიტირებ. ძალიან რთული არის ჩემთვის ამ თემაზე საუბარი და ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხებოდა ხოლმე რო არ ჩანდა აკა ჩემ ვიდეოებში და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ხანია რომ აბა როგორ ხართ, აბა რა ხდება და მოდი, რადგანაც ვკითხე, ალბათ ჯობია რომ თქვა ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ რომ მე და აკა დიდი ხანია, რამოდენიმე თვეა დაშორებულები ვართ. უბრალოდ ალბათ ჩემი ტვინის რაღაც ნაწილს იმდენად არ ქონდა დასრულებული და იმდენად არ ვიყავი ამ სიტყვისთვის, აი ეს მზად, როცა ორი შვილი ყავს, როცა 6 წლიანი ურთიერთობა და რო აი ვთქვათ ესე თამამად რომ მართლა დავშორდით და ნუ მართლა წერტილი დაისვა. ძალიან რთული იყო, აი ძალიან. ეს არ ჩასვა, გათიშე არ ვიტირებ. ანუ ეხა გცემ ისუნ თქვა აი მე და მე ძალიან ცუდი დღეები გავიარე, ძალიან ცუდი დღეები გავიარე, რთული დღეები გავიარე. კიდევ კარგი მყავს შვილები, რომ არ მართან დროს ვატარებ და რაღაც გადამაქვს ყველაფერი, დავდივარ ამ ფესტივალებზე და თამოსკინის რა განვითარებაზე ვარ გადართული და აი და მეგობრები, ანუ მივად გარეშე არ ვიცი მე თამო რა აღმოჩნდა ჩვენთვის ახლა ეს რთული რო კამერა გავთიშეთ, მე ჩავრთეთ იცი არ მინდა რომ რაღაც დეტალურად უბრალოდ გავიწი არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ რთული რა აღმოჩნდა? სიყვარული. ხო, რთულია რა. ანუ რთულია რა თქმა უნდა. როცა დასრულება და ვფიქრობ და სრულდება რთულია. ორივე მხრიდან დასრულებულია. ნუ დასრულებულია, კი. რა თქმა უნდა, ჩემთვის ჩემი შვილები არიან ყველაზე მნიშვნელოვანები და მინდა რომ ჩემმა შვილებმა ჩემი რაღაცა ეს დეპრესია ჩემთვის ეხლა მივხვდი რა არის და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ანუ საერთოდ სულ რაღაც საქმეში ვიყო და რაღაც ვიმუშაო და სულ ჩავერთო და აი რაღაც აი ეს ის ეტაპი მაქვს და კიდევ კარგი მაქვს. და რო არ ვნახო რაღაც მოწყენილი რაღაც ესეთი მეტის თქმას არ ვაპირებ და ზოგადად არ ვაპირებ არც ინტერნეტში, არც ფეისბუქში, არც ინსტაგრამზე, არც თორებში, უბრალოდ ბევრი კითხვა იყო და შენც მკითხე, იმიტომ რომ მკითხე კიდეც ეხლა რატო არ ხო, გამოტოვე, ბევრჯერ გამოტოვე. იმიტომ რომ დავშორდით და მომიწია რომ ეს ჩემ თავთან დამჯდარიყავი და რეალურად მეთქვა რომ თამო ეს არის დასასრული. შენი ამ რაღაცა გავლილი გზიდან გამომდინარე ის რაც შენ რაღაცნაირად ინაზღაურებდი თითქოს ამას რა რაღაცა შენ ოჯახი სამშლანი მიყვნდა მე და შენ ამაზე პარიში ვისაუბრეთ კადრს მიღმა და მე დავინახე შენ თუნდაც მშლანი იყო ეს ოჯახი შენ არ ჩვენება იმიტომ რომ ის რაც შენ არ ქონდა გინდოდა რომ შენ შვილებს ქონოდა ამას ძალიან ებღაუჭებოდი შენ რა ძალიან მე მაშინ შევამჩნია და აღარ გესაუბრე მე რა და ძალიან ისეთი კაი, მორჩეთ. ეხა მითხარი მთავარი გეგმა შენი კარიერული რა გაქვს? ჩემი კომპანიის, რა თქმა უნდა, ჩემი თავის და ჩემი კომპანიის გაზრდა. ვიწყებთ იტალიიდან გახსნით და მორჩეს რემონტი, იმიტომ რომ ასეთი ადვილი არ ყოფილა თქო, მე გქონდა ერთ თვეში მორჩებოდი რემონტზე, თუ ესეთი წროწირი დეტალებია, რომელიც მაინც დროს მოიცავს. არა, რა გიჟი გოგო ხარ? 6 თვით იქირავე ოფისი და არემონტებ? ანუ ხო უნდა უხდებოდეს თამოსკინს, სადა ლამაზი. შემდეგ ეხლა მილანში მივდივარ, მოდის კვირეულის სპონსორი არის თამოსკინი და რამოდენიმე მოდის სახლის მოდელებს უკეთებთ მაკიაჟს თამოსკის და თამოკოსმეტიკსის პროდუქციით და ამის გარდა კიდე რაღაცები, მაგასაც ნახავს უკვე ჩემი გამომწერები, შემდეგ მაღაზიის გახსნა, მე შემდეგ ჩემი ფილმის პრემიერა არის რომში.
ხანუ შენ ტირილისთვის აღარ გეცლება. რომელიც მაგალითად ხო აინტერესებდა ჩვენ სად თამაშობ, ვინ არიან, რა ხდება და არ ვიცი ყიდიან თუ რა ფილმ საქართველოში არის როგორ არჩევენ ყიდვას, მაგრამ წავიყვან ჩემს პირად Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე ყველგან გაჩვენებთ, ჩვენ პრემიერასაც დაგასწრებთ ონლაინ და ყველაფერს ნახავთ. თქვენ თვითონ შემაფასეთ. მე არ ვარ პროფესიონალი მსახიობი, არ ჩავიბარებია, ეხლა ვსწავლობ, ეხლა გამიჩნდა სურვილი რომ რაღაცები ვისწავლო და რაღაც კურსიც გავიარე. ხალი, როდესაც კარიერის პიკშია, პირადი турბულენტობაშია რა. თუ პირადში სრული ჰარმონიაა, კარიერაში პიკი არა აქვს რა. ალბათ იშვიათი გამონაკლისები არსებობს და ყოჩახ ყველა ქალს, ვინც გრძელვადაში, მოკლე პიკები არსებობს, მოკლე პიკები პირადშიც არსებობს და კარიერში, მაგრამ აი გრძელვადაში ხა შენ ხო რაღაცა ერთწლიანი ასვლა-დასვლა, ასვლა-ჩასვლა, ანუ ერთწლიანი ისინი ქონდა რა და ალბათ იშვიათი გამონაკლისები არსებობს, რომ პიკში იყო რაღაცა გრძელვადაში და პირადმა თავი შეინარჩუნოს რა. ან პირიქით, პირადში იყო დახარჯული ბოლომდე და კარიერაში შეინარჩუნო. რაღაცნაირად თითქოს წარმატებულ ქალებს, რომლებიც საკუთარ ენერგიას, საკუთარ დროს ხარჯავენ ამ ყველაფერში, აი გააქვთ რა турბულენტობა, მაგრამ ჩემი აზრით ქალებს უფრო მეტად გვიხდება წარმატება, ვიდრე კაცებს. არ გონია? მე ვფიქრობ, რომ ქალებს ბევრი რაღაც შეგვიძლია, ანუ. ხო და გვიხდება, სხვანაირად ვასხივებთ რა, როდესაც წარმატებას ვაღწევ და კაცის გამოსხივება რთულია რა. თამო შენ ის რომ შენი გულშემატკივარი ვარ ყველაფერში. მადლობა ძალიან დიდი. ყველაფერში შენი გულშემატკივარი. და ჩვენ შორის რაღაცნაირი ისეთი ტანდემი შედგა ამ ეთერებით და არა მხოლოდ ეთერებით, რომ სადღაც რომ მიდივარ, ის თამოსი კარგია უკვე ვატყობ, რომ ხო აი ბრენდის წარმომადგენელი რო ხარ და ისე რო გეკითხებიან, უკვე ისე მეკითხებიან და მე წარგად გან ყველგან დიდი სიამოვნებით. შევხვდებით აქ ამ დროს ზუსტად. ზუსტად. ეს ადგილი გვაქვს გასწრული წელიწადში ერთხელ. თავარია შენ სად იქნები მაგ დროს? ალბათ სადღაც პარიზში მეტყვი რო ხსნი შენს ფილიალს თუ რაღაცა ოფისს. ამერიკაში მიფრინა ნოემბერში. ძალიან კარგი რაღაც მაქვს და იმედი მაქვს რომ ყველაფერი გამოგივა. დარწმუნებული ვარ, შენ ყველაფერი გამოგივა და წარმატებები შენ. ერთი რაღაც მინდა თქვა უბრალოდ რომ მნიშვნელობა არ აქვს აცხოვრობ, ვინ ხარ, რა ენას ფლობ, რა განათლებას ფლობ. თავარი არის რომ კონდეს უდიდესი სურვილი, რეალური მუშაობა და ნერვები. იმიტომ რომ თუ რაღაც გინდა გააკეთო, ძალიან დიდი ნერვები გჭირდება ბულინგის მხრივ, ემოციის მხრივ, იმიტომ რომ ესე არის რომ ყველას მოიწონო, ანუ ძალიან რთულია, ძალიან რთულია და გაუმკლავდა. კი, არ შეეშინდეთ არავის, აი ვინმე თუ ხა ზის ტელევიზორების უკან და გვიყურებს ჩვენ და თავის პატარა ოცნებები გააჩნია თავის კარიერის მხრივ, რომ ვერ გააკეთებს ყველაფრის გაკეთება, ყველა შეგიძლიათ დამიჯერეთ. მე სოფლელი გოგონა, რომელიც სოფელში გავიზარდე და არც მეგონა, იმიტომ ვიცახი ამას ყველას მეუბნები, რომ რაღაც მე არ ყოლია დედა, მამა, ბიძა, ვიღაც ესეთი, ანუ გიყურებდი შენ. ნანოკა შოუ რო იყო, ძაღლი რო ყავდა და სპაიკერში რო იყავი და ვოცნებობდი, რომ და მეც ყოფილიყავი შენს გადაცემაში. ხო ხვდები? ამას ვიცახი, რომ ყველას ყველაფერი შეგვიძლია, მთავარია გვინდოდეს. დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული შენ ყველაფერი გამოგივა და ყველა გოგოს, ყველა ქალს, ყველას ყველაფერი გამოგივათ. მთავარია რომ თქვენ ამაში ენერგია ჩადოთ. თქვენ წარმოიდგინეთ რომ არსებობენ პატიმრები, რომლებზეც ჯერ გადაცემა მე არ გამიკეთებია და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ პატიმრებს შორის არის საბაჯიქია. და მე მიხარია რომ საბაჯიქიას დედა დავითანხმე ჩემ გადაცემის სტუმრობაზე, იმიტომ რომ ამით მეძლევა შანსი გაცილებით უფრო მეტი გავიგო ბავშვის შესახებ, რომელიც ძალიან გამორჩეული და განსხვავებულია. მეგობრებო, თანამებრძოლებო, მადლიერი ვარ თქვენი თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის. მიზეზი იმისა, რომ ჩვენ სასამართლო დარბაზში ღემილით შემოვდივართ, ხართ თქვენ. ყურები არ ჩამოუშვათ და არ დაყაროთ ფარხმალი, რადგან ყველაფერს აქვს აზრი, მით უმეტეს ბრძოლას და თუ ბრძოლა, მაშინ იყოს ბოლომდე. ჩვენ არ გავტყდებით. მე მხნედ ვარ და არ მეშინია 4 წლის. რაც მთავარია, არ მეშინია. ასე რომ, რატო არა 7 წელი? გამარჯობათ. გამარჯობათ. როგორ ხართ? ძალიან დიდი მადლობა, რომ საბაზე დღეს ვისაუბრებთ. მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და უღრმესი მადლობა თქვენ. გამარჯობათ. თქვენ? მე დაიგო. ვაიმე სასიამოვნო ვარ. რამდენი ხართ დედმამიშვილები? 3. რამდენი წლისები? 15, 13 და საბა 9. საბა ყველაზე უფროსი. და ყველაზე საამაყო? რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა.
ძალიან, იმიტომ რომ საბაზე არაფერი ესე არ გაკეთებულა და ეს იყო ძალიან უსამართლობა. მე მერე მოგიყვებით როგორ შემთხვევით ვიპოვეთ თქვენი შვილი, მაგრამ ჯერ მინდა რომ თქვენ გაგიცნოთ და საბა გავიცნოთ. ძალიან საოცარი ბიჭია. ხო, ეჭვიც არ მებარა. როგორც მშობლისთვის, არ ვიცი, ძალიან კარგი შვილი არის. ძალიან მხიარული პირველ რიგში. მეორე ის რომ თავისი ხასიათიდან გამომდინარე, თავისი მხიარული იმისთან გამომდინარე, ყველას უყვარს. აი ძალიან უბანში, სოფელში, რა ვიცი, მეგობრებში, აი თუნდაც ჩემთან სამსახურში სადაც ერთად მუშაობდით, აი ძალიან უყვარს ყველას. ეს გამომდინარე არის თავისი აურიდან, თავისი გულიდან, კეთილი გული აქვს ძალიან. და ასხივებს ამას, მართლა ასხივებს საოცარ ენერგიას ბავშვი. საბა არის ისეთი ადამიანი, აი, რომელიც პრობლემის დროს გვერდში ამოგიდგება, ყველანაირად დაგეხმარება, ძალიან თბილი ადამიანი არის, მხიარული და აი, ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება გვერდით. რა ინტერესები ქონდა? აი, ყველაზე მეტად მისი ინტერესების რა იყო? მიზნები ქონდა ხშირად დასახული ხოლმე. აი, ბავშვობაში იყო ხოლმე სულ ისე, რომ რაღაცას დაშლიდა, აწყობდა, ჩემ ტელეფონებსაც ხოლმე რო გამბუწებოდა, თვითონ მიკეთებდა ხოლმე. ეხლა რო წამოიზარდა, დედასთან მუშაობდა, ფულს აგროვებდა. სანამ დაიჭერდნენ, უნდოდა რომ ზაფხულში, ანუ ძალიან კარგად დაესვენა და აგროვებდა, რომ ბათუმში წასულიყო და ანუ გაერთო რა. ჩემი ძმა არის მაგალითი, რომელიც მე მჭირდება ცხოვრებაში. აი, მაგალითად რა ყველაზე ისეთ ძაფრ მაგალითს რას გაწევდა? არასდროს დანებდე. ყოველთვის ასაც ჩაიფიქრებდა, ყოველთვის ასრულებდა. არასდროს ნებდებოდა, რაც არ უნდა ყოფილიყო. მოგესალმებით, მეგობრებო. სასამართლო დარბაზში შემოსვლისას ბევრი უცნობის ნახვა უეცრად დამაბნია. ნაცნობს მხოლოდ ერთს ვამჩნევდი. თუმცა წარწერების საბა შენთან ვარ დანახვამ დაბნეულობა სიამაყეში და მადლიერებაში გადამიზარდა. ჯერ კიდევ ძიებაში იყო, ესე გამოდის. მაგრამ უკვე გადაწყვეტილება იყო ის, რომ ჩაირიცხა. აჰა. იმ კანხრით უნდა წასულიყო. რაზე ჩაირიცხა? პროგრამირება. აჰა. მოდრულად მუშაობდა ჩემთან ერთად. სად მუშაობდა? რესტორანში. თან მუშაობდა, თან სწავლობდა. კი. თქვენთან ერთად მუშაობის დაწყობა მის გადაწყვეტილება თუ სხვა გარარტო არ იპოვა? თავის გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ სტუმრად მოვიდა ჩემთან, სიტუაცია მოეწონა. სამეგობრო წრე მოეწონა. მე და ჩემი დასაც გვილდა ხოლმე. სულ ჩვენთან ერთად იყო და ანუ თუ რაღაცა და პრობლემა იყოს, აი ყოველთვის საბა იყო ჩემს ყოველთვის. მისი მთავარი მახასიათებელი რა იყო სიცრუის გარდა? არასდროს მინახია ჩემი ძმა სევდიანი. არასდროს. იცოდით ზოგადად რა აქცებს დადიოდა? თავიდან არ ვიცოდი. ჩუმად დადიოდა. და როდის გაიგეთ? გავიგე სამწუხაროდ იმ დროს, როცა ეს ინციდენტი მოხდა. ეს იყო 30 ნოემბერს. და მე უკვე სამში საბა იყვანეს. რა გაიგეთ, ანუ რა როგორ მოგიყვათ ეგ ამბავი, რომ რაო? თუ თვითონ არ მოგიყვათ და სხვა მოგიყვათ. ვურეკავდი, ტელეფონზე არ მპასუხობდა და მე ბოლოს მიპასუხა და ძალიან არეულად მიპასუხა. მაგრამ შუაღამეს მომადგა კარებზე, სველი გალომპული, თვალები ჩაწითლებული ქონდა. და ძალიან ცუდი შეგრძნება პირველ რიგში, რომ ესეთი დავინახე ბავშვი და მე კიდე რაც მოყვა შემდეგ დღეებს თქვენ ცით. დაკავების დღე როგორი იყო? სამსახურში ვიყავი, სამსახურში მოვიდნენ და თუ შეიძლება წამობრძანდითო პოლიციაში. იქაც არ მითხრეს. რაში იყო მდგომარეობა, რა სიტუაცია იყო. ანუ პარალელურად მე რომ პოლიციაში ვიყავი, მაგდროს წაიყო. და ველოდებოდი რაღაცა უნდა ენახებინათ ჩემთვის. რომ რაღაცის დარბევის ამის არისო, რაღაცა გააფუჭესო და რაღაცა დონეზე კი ვიფიქრე, რომ მეთქი საბას ამბავი ხო არ არის. მაგის მერე პირველად როდის ნახეთ? სასამართლოს. პირველ სასამართლოს. ადაღება შეიძლება. თქვენი შვილი რო დაინახეთ, თქვენ იცნობთ მას ყველაზე კარგად ამ სამყაროში, იცით მისი ემოციები, იცით მისი ღიმილის უკან რა არის. რა იფიქრეთ, რა ემოცია მოვიდა თქვენთან, როგორ იგრძნობდა თავს? არ მაჩვენებდა თუ რას გრძნობდა.
ალბათ ჩემი გადასახედიდან ან მე რასაც ვფიქრობ ეს იყო ყველაფერი ერთმანეთში არეული ალბათ შიშიც, ნერვიულობა, განცდა იმისა, რომ დამიჭირეს და დედა ჩემი ნერვიულობს, ჩემი ახლობლები ნერვიულობენ. ალბათ ყველაფერი ეს აზრები არეული ექნებოდა და ისედაც ეტყობოდა, ვითომ მალავდა, მაგრამ ყველაფერი ეტყობოდა თვალებს. და დროთა განმავლობაში თქვენს თვალწინ იცვლებოდა? დროთა განმავლობაში ამ ხრივ არა, უბრალოდ უფრო ჩამოყალიბებულია და უფრო სხვანაირი აზროვნების არის, რაღაც გაიზარდა. ხო, ჩემ თვალწინაც კი, აი ჩემ თვალში მე მივხვდეს რომ საერთოდ უცნაური ჩემ თვალშიდაც კი გაიზარდა საბაძა. აი პირველ დღეებში, პირველი ის რაც იყო იქ, შეიძლება ყოფილიყო იმისი ღიმილი, უფრო ბავშვური და რაღაცნაირი, მაგრამ აი ბოლოს უკვე რაც იყო, ის იყო სევდიანი ღიმილიც კი იყო, ბოლოს უკვე სასამართლო გადაწყვეტილება რომ მიიღეს და იყო 1%-იანი შანსი რომ მაგ შედეგს არ ელოდით? ბევრ რაღაცას ელოდება ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ იმედები გვითრულდება. ერთი წუთით მაინც დაშვებული ქონდათ, ხო რა რაღაც შეიძლება ყოფილიყო? ალბათ. კი. ბრძოლოდან პაემაზე იყავით? კი, ერთხელ ვიყავით. და მომიყევით მისი განწყობები, რა აინტერესებს, რაზე ლაპარაკობდა? ყველაზე მეტად რა ამბები იყო, რასაც გელაპარაკებოდათ ბრძოლაში? რასაც განვიხილავდით, უფრო მეტი იყო ალბათ ეს, აი ახლა რა მდგომარეობაც არის, ხო? ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ამაზე საუბრობდით. იმაზე მისაუბრებოდა თუ როგორი ნატრება ყველა. რაღაც და ერთ შურმე ქროდის ნახავ. რატო გილაპარაკია? შეხვედრა არ დაუთქვია დიდი ხანია უკვე და არც მე წელს ვარ და ბოლო შეხვედრა როცა იყო მე უკვე ბანაკში დავდივარ ჯარის ბანაკში და მან ვიყავ. ჯარის ბანაკში დადიხარ? რა მაგარია რა არის ჯარის ბანაკში ხდება? ჯარის ბანაკში არის მოსწავლეები და უნივერსიტეტიდან მიყავთ ხალხი. გომბორის ბანაკი ქვია და 5 დღიანი არის და ბავშვები გადიან სწავლებას. ანუ ესე ქვია ჯარის ბანაკი. და ანუ ჯარის რაღაცა შიდა წესრიგს გასწავლიან და როგორც ჯარის კაცები შეცხოვთ, ძალიან მაგარია. და ბომბებზე გავდივართ ხოლმე იარაღებზე და მსგავს რაღაცეებზე, როგორ უნდა გადავარჩინოთ ადამიანი ომის დროს. ვაუ, აი ამ გადასახედიდან ამტყუნებს აბას რა აქციებზე რა დადიოდა თუ ფიქრობ რომ სწორი იყო რა დადიოდა? რადგან ეს ფასი გადაიხადა საკუთარი თავისუფლება. მე ანუ არ ვამტყუნებ. თავის სამშობლოსთვის იდგამან და არ ვიცი სხვა რას ფიქრობს, მაგრამ მე ჩემი ძმა არ მგონია მყარი. ვამაყობ იმით, რომ ჩემი ძმა თავის სამშობლოს გამო ეხლა იქ არის. პრინცი მისი საყვარელი გმირია? კი. ბავშვობაში მახსოვს თვითონ ეკითხავდა ხოლმე. ეხლაც გვაქვს ის წიგნი, რომელსაც თვითონ კითხულობ. 10,000-ობით ადამიანი იღებდა იმ პროტესტში მონაწილეობას იმ სიმძლავრით, იმ სიბრაზით და ასე შემდეგ. და ამ 10,000 ადამიანში შეარჩიეს რამდენიმე. შეიძლება დედისთვის ამის მოსმენა ძალიან რთულია, რასაც ვამბობ ახლა, მაგრამ მე მგონია, რომ ეს რამდენიმეს ცოტათი გაუმართლა რა. იმიტომ რომ სინამდვილეში ქვეყნის ისტორია მათზე დაწერს. ანუ რა მნიშვნელობა აქვს აქ პოლიტიკურ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და წლების შემდეგ საბას შვილიშვილები ამოიკითხავენ მასზე. ანუ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ამ ქვეყნისთვის, ხო? შეიძლება საბაჯიქია
შესაძლოა სწოდნოდეთ, მაგრამ შესაძლოა საერთოდ არ სწოდნოდათ, ხო? და რაღაცნაირად დღეს ისტორიის ფურცელზე სახედა გვარ დაიწერა. მნიშვნელობა რა აქვს ამ ისტორიას მე ქროციცა იკითხავს თუ ოპოზიცია თვითონ აქვს ეს საქმე, რომ რაღაცა ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი. კი. აღიქვამს, ხო? მეც ესე მგონი. კი. იყო მქონდა კავშირი სხვა მხარესთან და მე ესეთი გოგოა ყურა უნდა დავასახელო მისი სახელი და ყვარი. ანა ყურაშვილი, რომელიც დაესწრო პროცესს და დამირეკა და მითხრა შენო ამ პროცესზე ყოფილიყარ ძალიან განრისხული და არა თქო და ავუხსენი მიზეზი. მოკეთ მითხრა რომ სასწრაფოთო უნდა შევცვალოთ ადვოკატი და ამ ამბავში უნდა ჩავერთოთო და მე მოკეთ ესე აღმოაჩინეთ საბა ესე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი ესე დავიწყეთ მე ყველა მის და მე ვფიქრობ რომ კიდევ კარგი რომ ანა მოხვდა მის პროცესზე იმიტომ რომ საბა როგორ შეიძლებოდა რომ არ ვცოდნადე